კოალიციას ცვლილებისთვის წარმომადგენელი ვანო წერეთელია ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმებით ბატონო. თქვენ განსაკუთრებით ბევრი გექნებათ პარალელებიც საუბრობთ, რას ვადევნებთ ახლა ჩვენ თვალყურს, ხომ? აკრძალვა ადამიანების ხალხის მტრებად გამოცხადება, ჯერ რა საფუძველი აქვს ამ აკრძალვას, ხომ? რაღაც არალეგიტიმურმა კომისიამ დაწერა, წულუკიანის კომისიამ და ამის საფუძველზე უნდა აკრძალონ პოლიტიკური პარტიები. არალეგიტიმური ერთი წელი გადის უკვე ამ საპარლამენტო არჩევნებიდან. სად ვართ და რამდენად აქვს რეპრესიების ამ ტალღას მისნის მიღწევის შანსი? მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. საუბარი უნდა დავიწყოთ იმის განსაზღვრით და კიდევ ერთხელ დაფიქსირებით, რა უნდა ბიძინა ივანიშვილს. ანუ ის ყველაფერი, რაც ჩვენ ახლა ჩამოთვალეთ, რაზედაც თქვენ ამ ეთერშიც და ბევრი სხვა ეთერებში ვილაპარაკეთ, ეს არის ხერხები, ეს არის იარაღები, ეს არის შესაძლებლობები. პირველ რიგში უნდა დავასახელოთ, რა უნდა ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილს უნდა აღიარება და ლეგიტიმაციის მოპოვება. ეს არის მისი მთავარი სადარდებელი და ყველაფერი აბსოლუტურად, რასაც ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში ვადევნებთ თვალყურს, იქნება ეს კომისიის მოქმედება, იქნება ეს თითოეული მათი წარმომადგენლის საუბარი თუ ასე შემდეგ, ნებისმიერი ეს გადადგმული ნაბიჯი და გადასადგმელი ნაბიჯებიც არის მიზანმიმართულად მიმართული იმისკენ, რომ როგორმე მოიპოვონ შიდა აღიარება, რაზეც მერე უნდათ რომ დააშენონ საერთაშორისო დონეზე სხვა ქვეყნების, ანუ ჩვენი მეგობარი ქვეყნების აღიარება და ლეგიტიმაცია. სხვა გზა ბიძინა ივანიშვილს არ აქვს თუ არა ეს. ანუ რას ვგულისხმობ მე? მისი ერთადერთი გადარჩენა არის, ყოველთვის ვამბობ ამას და ვიმეორებ, რომ იქცეს მაღალი ხარისხის ავტოკრატად, ბჭყალებში ჩავსვათ, ეს მოდი დიქტატორს ნუ დავარქვათ, იმიტომ რომ ძალიან არა იმიტომ რომ რაღაც ნიშნებს არ ატარებს ან არ მოერიდება. არ არის საკმარისად ძლიერი? არ არის ამ დონეზე ძლიერი და არ აქვს ეს უნარები იმისათვის რომ დიქტატორად ჩამოყალიბდეს. ეს საკმაოდ რთული პროცესია და ისტორიიდან ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით. ამიტომ მას უნდა რომ იქცეს ავტოკრატად, რომელიც იქნება მაფიოზური სახელმწიფოს ბოსი და არა სახელმწიფოს ლიდერი მართვის სათავეში და დაანახებს სამყაროს იმას, რომ მე ვაკონტროლებ აქ ყველაფერს. აი ამისკენ არის ყველაფერი მიმართული. მოდი ახლა მეორე კითხვა დავსვათ, იმიტომ რომ სწორი კითხვების დასმა არის ყველაზე სწორი პასუხების მიღების შესაძლებლობა. მოდი დავსვათ კითხვები, რატომ არ აგბრძალეს არჩევნებამდე? რატომ გაწელეს ეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა აღარ გავიმეორებ ბატონმა გრიგოლმა ისაუბრა, თითქმის 1 წლის წინ განაცხადა და უფრო მანამდეაც ჰქონდა ეს მიზნები, ხო რა ბოლო. იმიტომ რომ ეს იყო ასევე იარაღი ზეწოლის, რომ ჩვენ ყველას პოლიტიკურ პარტიას მასთან გვეთანამშრომლა. რომ დაპატიმრებული პოლიტპატიმრები, ეს ერთი მუქარა პოლიტპატიმრებს გულისხმობ ხალხსაც, რომელებიც ქუჩიდან აიყვანეს პოლიტპატიმრებს გულისხმობ პოლიტიკურ ლიდერებსაც ჩვენსაც, რომელსაც ახლა კი 7 თვიანი და 8 თვიანი სასჯელები აქვთ მისჯილი, მაგრამ ღმერთმა იცის, რას გაუგრძელებენ და ვის როგორ გაუგრძელებენ და მეორე ეს არის რასაც მე გულისხმობ, მეორე ზეწოლის იარაღად უნდა გამოეყენებინა, რომ ჩვენ ავგრძალავთ ყველა იმ პარტიას, რომელსაც რაიმე კავშირი აქვს იმ კომისიის დასკვნასთან, რომელსაც ქალბატონი წულუკიანი დადებს, ხო? აქ მოდი სამართლებრივ მხარეზე ნუ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ ერთადერთი ლოგიკა აქვს, როგორც მოაწყობთ ამას, ზუსტად ისე დაალაგებენ, ამიტომ მე არ მგონია რომ იმ კანონის საკითხოს აზრი როგორ არ აქვს, ყველაფერი უნდა იცოდე, მაგრამ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ისინი ისე დაალაგებენ, ვის პირიქით მოვა რა ეს. ვისი აკრძალვაც უნდა და ვისაც უნდა რომ აუგრძალონ პოლიტიკაში მოქმედება, იმას ყველას შეახებენ. ამიტომ იყო ესეც მექანიზმი იმისათვის, რომ არჩევნებში შევსულიყავით. ბევრს საუბრობენ ადამიანები, რომ ამ არჩევნებში შესვლა არ არის ლეგიტიმაციის ფორმა, არის. რატომ? იმიტომ რომ როდესაც ჩვენ დასავლეთს ეუბნები, რომ დაასანქცირე, როდესაც ჩვენ დასავლეთს და შენს პარტნიორ ქვეყნებს ეუბნები, რომ მიიღე მეგობარი აქტი, რომ არ გქონდეს თანამშრომლობა, არ აღიარო ხელისუფლება და ასე შემდეგ, მაშინ შენც არ უნდა შედიოდე ის მიერ დანიშნულ აი ამ რუსული თამაშის წესებში. აღარ გავიმეორებ და ბევრს არ ვილაპარაკებ, ჩემმა წინამორბედმაც და მანამდე გამოსვლებმა ჩემზე უკეთაც იციან ეს ამბავი, რომ ეს არის ლეგიტიმაციის გზა და ერთი ძალიან ცუდი რამ რაც ხდება, ეს ადამიანები იმ დონეზე არიან გაჯიუტებულები საკუთარ შეცდომაში, ეს არის ყველაზე სწორი შეფასება, მე თუ არ ვწდები ლაკამ დაარქვა ამას და ძალიან სწორი ფორმულირება, რასაც ახლა ეს ადამიანები ახდენენ. თქვენზე ფიქრობენ რომ გაჯიუტებულები. რა თქმა უნდა, ვიცი, ფაქტი ერთია, რაც ახლამდე ვილაპარაკე, ეს არის ართანამშრომლობისა და ჩვენ
ჩვენი აი ამ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, ამან უკვე შედეგი დააყენა რა. ნახეთ თქვენ კითხვა დასვით წეგან და ამ კითხვას მეც ვისურვებდი რომ დაგესვათ, რა შედეგი მოიტანა შედეგი. დღევანდელი დღე 14 ნახეთ უბრალოდ ჯერ თქვენ სვამთ კითხვებს არ მაცდით. ორი სწორი კითხვაო და მესამეც სწორია, დამეცადეთ ახლა მე დავსვამ კითხვებს და მე თქვენ უპასუხეთ, კარგით? აი აქ 4-მა დაგანახათ რომ არაღიარების სტრატეგია შეინარჩუნეთ არ მონაწილეობით. ეს არის თქვენი არგუმენტი. ეს შედეგი მოიტანა, ხო? ამის თქვა გინდოდა. ნახეთ აი დაამთა კითხვა ჩამოყალიბდეს. ამ შედეგის მოტანის შემდგომ თქვენ გეუბნებიან რომ პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში დაიხურა. აწი ვეღარც მიიღებთ ნებისმიერ სხვა არჩევნებში მონაწილეობას, რომც გინდოდეთ. პოლიტიკური სპექტრი სად პასუხობს აი ასეთ ძლიერ გამოწვევას შედეგიდან პასუხამდე? კი. ბოიკოტი არის პოლიტიკური ნაბიჯი. ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი და ერთადერთი ერთ მაგალითს კიდე მაინც მოვიყვან, საქართველოს დამოუკიდებლობა დგას ზვიად გამსახურდიას ბოიკოტზე. ბოიკოტზე, რომელიც მან გამოუცხადა 1990 წლის არჩევნებს, მანამ იბრძოლა სანამ არ მიიღო ის ფორმა არჩევნების, რა ფორმაც მაშინ მიიღო იმათ რეჟიმის მიერ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა. მის მიერ დადგენილი, ჩვენც იგივეს ვამბობთ. დადგენილი წესები ისეთი იყო, რაც უკვე აწყობდა ამ წელს. ანუ ივანიშვილმა უნდა დაადგინოს ის წესები, სადაც ივანიშვილს უნდა ვაიძულოთ, რომ დაადგინოს, ჩატარდეს არჩევნები, უნდა ვაიძულოთ ივანიშვილი და ეს რეჟიმი, რომ ჩატარდეს არჩევნები იმ ფორმით, რა ფორმითაც არაერთხელ გვისაუბრია. სადაც არის დათვლა, შესაძლებელი რეალურად და კონკურენციას ნამდვილად აქვს აზრი. ხო, მაგრამ ასეთი შედეგის მიღწევის რეალობა რამდენად გესახებათ იმ პირობებში, როცა რეპრესიებს ამძაფრებს, გრძალავს და რა პასუხია ასეთ? მოდი მითხარით, კიდე დავსვამ ერთ კითხვას. იმუშავა, არა, ჩათვალეთ რომ ეს კითხვის ნიშნით დასვამ ჩემი პასუხება. იმუშავა თუ არა რეპრესიებმა საქართველოში? თვითონ ამბობენ რომ არა, ეს დღეს აღიარა ბატონმა ყობახიძე. 320 დღე და დღეს 14-ში დღევანდელ დღეს ძალიან კარგ დღეს საქართველოსთვის, ორი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი გამოვიდა ევროკავშირის სივრციდან. ერთი რომ დასანქცირებაზე დაიწყო საუბარი 2000 კაცამდე იმ ადამიანების, ვინც დასაქმებული ახლა და მუშაობს ბიზინა ივანიშვილის სისტემისთვის და მეორე ძალიან კარგი მაჩვენებელი სტრასბურგის სასამართლოში, რომელსაც 250 მილიონი დოლარით და სანქცია თუ ჯარიმა დაუწესა რუსეთს ჩვენს საკეთილდღეოდ 2008 წლის ომში დანაშაულების ჩადენისთვის. ეს არის დამანგრეველი ბიძინა ივანიშვილის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ნარატივის არგუმენტებისთვის და მესამე კიდევ მშვიდობის ფორუმზე არ დაუძახეს ბიძინა ივანიშვილს, მათთვის ეს ეგრეთ წოდებული მშვიდობა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მათი არგუმენტი იყო აი ამ ნარატივის, რომ მშვიდობის სასაშენებლად იბრძვიან და ვერ ილაპარაკოთ, აკრძალავენ ახლა. კი ბატონო, ახალ ხალხს გაუჩნდება შანსი, რომ შემოვიდნენ პოლიტიკაში. არ ხუმრობ, ნახევრად ხუმრობით ვამბობ ამას. ჩვენ აუცილებლად მოვძებნით ფორმას და გასაღებს იმისაც, რასაც წინ შექმნიან. კიდე ერთხელ კითხვის ნიშნით დავსვამ, ვერ იმუდა პასუხსაც გავცემ ახლა უბრალოდ, ვერც ერთმა მათ მიერ შემოღებულმა თვით დრაკონულმა კანონებმაც კი ვერ იმუშავა. კიდე ერთ პარალელს მოვიყვან, ისინი საბჭოთა კავშირის მეთოდებს ასე ვთქვათ იყენებენ 1988 წელს, მაშინ როდესაც ეროვნული მოძრაობა უკვე აღწევდა ის პროცესები იწყებოდა, მაშინაც მოინდომა საბჭოთა სისტემამ შეეტანა ცვლილება და გაამკაცრა მათ შორის ზუსტად ამ რა ქვია აქციებთან და ქუჩის ამ პროტესტებთან დაკავშირებით კანონმდებლობა. მე რაც განხორციელდა, რაც მოხდა და როგორც მოხდა, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ეს არის ბოლო ეტაპი. ერთი რაც მე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან სწრაფად მივდივართ ფინალისკენ, ასე ვთქვათ. მე ვამბობ ერთს, რომ მათ უწევთ ძალიან მნიშვნელოვანი და მათთვის ყველაზე უფრო ძლიერი კარტების გათამაშება, რაც როგორც აღმოჩნდა ამ 320 დღის განმავლობაში და ეს არის ნათელი დადასტურება, ვერ გატეხა ეს წინააღმდეგობის მოძრაობა. ნახეთ, კიდე ერთი შეიძლება პოლიტიკოსებს ეს არ მოგვეწონოს, ჩემ თავზეც ვიტყვი, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, საქართველოში პოლიტიკური პარტიების გაქრობა და თუნდაც ყველას დაპატიმრება. აი მათ შორის ვინც არიან ჩემ დონეზე ცნობილი სახეებიც, ხომ მე არ ვარ იმ მასშტაბის ცნობილი სახე, როგორიც ვთქვათ, ციხეებში შედან ახლა ჩვენ
ჩვენი ლიდერები ვერაფერს დააკლევს პროტესტს. ის პროტესტი არის ცოცხალი პროცესი, ცოცხალი ორგანიზმი. საკმარისი რეჟიმის ცვლილებისთვის. პროცესი არის გრძელვადიანი. ეს ამუშავებს. ნახეთ, წყლის წვეთს აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება. ერთი და იგივე ადგილას გამუდმებით რო უთხრას ის იმ ადგილს აუცილებლად გახვრեց. ეს არის, ამიტომაც ვამბობთ ჩვენ უნდა დაველოდოთ ჩვენს მომენტს. ამ მომენტისთვის უნდა ვიყოთ ყველანაირად მზად, ანუ გულისხმობ ამ მშვიდობიან არჩევნებს იმ მომწიფებას იმისას, რომ არჩევნები დანიშნოს. და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ თანმიმდევრულად, არ თანამშრომლობისა, საერთაშორისო პარტნიორებთან იმ მასშტაბის საუბრებს ხა არ მინდა შიდა სამზარეულოს ასე ვთქვათ, შიდა სამზარეულოზე საუბარი, იმიტომ რომ არ ითვლება ხოლმე ეს ასე ვთქვათ, კარგ ტონად, მაგრამ ის პროცესები, რომელიც დღეს ვნახეთ, ასევე ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ძალიან დიდი სამუშაოს ჩატარების შედეგიც არის. ხო, ის ბატონი ნაჩო გვარი მავიწყდება, ვერ მიმახსოვრებ. ის ბატონი ჩამოსული იყო ჩვენთან. ბევრი შეხვედრა მათ შორის ჩვენი პარტიის წარმომადგენლებთან და ეს ინფორმაციები მათ და ეს გადაწყვეტილებები მათ ჰაერიდან არ მიუღიათ. ეს არის ამ ჩვენი მათთან თანამშრომლობის შედეგი. ამიტომ ჩვენ ფორმულა არის ასეთი. თანამშრომლობა მეტი საერთოს მოძებნა და 26 ოქტომბერი ამის ნათელი დადასტურება, რომ ერთობა ხალხთან, ერთობა პოლიტიკური პარტიებში კვლავ დიდი, ოღონდ არა რაღაც მოქმედებით. იმის ჩვენება, რომ ჩვენ არ გვეშინია არაფრის და ბევრნი ვართ ქუჩაში. 26-თან რეჟიმისთვის მაინც და მაინც არასახარბიელო თარიღია, ეს არის არალეგიტიმური არჩევნების წლისთავი. დიახ, რა თქმა უნდა და ეს აუცილებლად აღსანიშნავია. წლისთავი, როგორი სიტყვა ქართულში. კი, ბევრი პლუს მინუსი აქვს ამას. თუმცა ჩვენ ვაჩვენებთ 26-ში რესპუბლიკის მოედანზე, რომ 50 კაცი, როგორც ისინი მოიხსენიებენ, ვიქნებით ბევრნი და ეს მათ ძალიან კარგად იციან. წინააღმდეგ შემთხვევაში 50 კაცის გულისთვის ამ მასშტაბის ცვლილებებს საკანონმდებლო დონეზე არავინ იღებს. ხო, ეს ხო ნათელი დადასტურება იმის, რომ არ თანამშრომლობამ ჯიუტობამ ვერ მუშაობს და ანები ამ 50 კაცს თუ 50-ია მხოლოდ. რა თქმა უნდა, თითქოს კი, რა თქმა უნდა, მაგრამ თბილისის მოსახლეობის აი ეგრეთ წოდებულმა რაღაცა სამხრივმა არჩევნებმა სხვა ჩვენა რა უნდა ქალაქს 4 ოქტომბერი ბევრ სხვა რაღაცასთან ერთად ერთი ძალიან კარგი რაღაცის ჩვენება იყო 100,000-ზე კაცი მეტი გამოვიდა ქუჩაში მისათქმელად რომ ბიძინა ივანიშვილს აღარ მიიჩნევს ხელისუფლად. ეს ხო განაცხადეს, მე რა მოხდა და როგორ მოხდა ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ხალხს გულისხმობ მე და ამიტომაც ვამბობ რომ არავის აკრძალვა მათ შორის ჩემ დონეზეც რომ ჩამოვიდნენ, არავის აკრძალვა ამ პროცესს არ დააზიანებს. აუცილებლად გამოჩნდებიან და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე პირველ რიგში პროფესორი და მასწავლებელი ვარ და მიხარია თუ კი თუნდაც ჩემი ჩათვლით ჩვენს გარდა კიდე ახალგაზრდები უფრო გამოჩნდებიან და გათავისუფლდება სივრცე და ამიტომაც ვამბობ ვერაფერს ვეღარ მოიფიქრებს ბიძინა ივანიშვილი რაც არ დააზიანებს მას და დაგვაზიანებს ჩვენ ეს ასე ჩამოყალიბდა იმიტომაც ვთქვი დასაწყისში რომ ეს არის ავტოკრატია არა და არ არის დიქტატურა იმიტომ რომ დიქტატურა ჩამოყალიბების უნარები ბიძინა ივანიშვილს არ აქვს რა აკლია მას დიქტატურა ჩამოყალიბებისთვის ვერაფერს ხედავს ხო აი ეს იყო მისთვის მთავარი ასე ვთქვათ მიმოწერის ბაზისი შეერთებულ შტატებთან რომ მიმიღე ასეთი როგორიც ვარ და იქ პარალელები ქონდა ხომ არაპირდაპირი მნიშვნელობით მაგრამ იგულისხმობდა ვისაც გულისხმობდა მე ვარ ამ რეგიონში ამ ქვეყნის ბატონ პატრონი და მიმიღე როგორც რეპრესიების გამტარებელი მაგრამ ძალაუფლების მქონე მაგრამ მას ამ როლში არ ესაუბრებიან იმიტომ ხომ არა რომ მას ზუსტად ეს აკლია დიქტატურისთვის საჭირო ელემენტები მას არ ელაპარაკებიან იმიტომ რომ ის ანგრევს დემოკრატიას დემოკრატიული სამყარო ელაპარაკება დემოკრატიას ახლა ჩვენ პროდემოკრატიული ძალები იმიტომ ვართ მნიშვნელოვანი და ხალხი ისი ეჭვიანობა ამაში ხომ არ არის რომ ამ კაცრებს და ამ კაცრებს ამ რეპრესიებს რომ არასაკმარისად დიქტატორად გამოვიყურები და იქნებ უფრო კიდევ შევზღუდო და დავიჭირო ეს ხალხი რომ დაველაპარაკონო მას არ ესმის რომ ამ რეგიონში ამ ქვეყნის ლიდერი უნდა იყოს დემოკრატი რომ ასე საუბროს სტრატეგიული პარტნიორი ყოფილი თვითონ მოვიდა დემოკრატიის გზით თვითონ ხელისუფლებაში მოვიდა მათ შორის იმ ქვეყნების დახმარებითაც მე გულისხმობ დემოკრატიული სახელმწიფოების დახმარებით რომელსაც ახლა პირ მოუწმენდავად აგინებს ყოველდღიურ ასე ვთქვათ ეთერში თუ ასე შემდეგ. მე ვამბობ ერთ რამეს, ის რაც ახლა საქართველოში ხდება, რა ნაბიჯებსაც ბიძინა ივანიშვილი დგამს, ეს არ არის ძალიან დიდი აი ეს ყველაზე უფრო ფართე თვალსაზრისით მისი ძალიან სურვილი მის. ეს არის ვალდებულია რომ ასეთი ნაბიჯები დგას, მეტი გზა არ რჩება. არ არის მისი არჩევანი, ბევრი არჩევანი არც მას აქვს. ეს ერთადერთი გზა დარჩა, რომელიც არის ძალიან მოკლე, იმიტომ არის ძალიან მოკლე ამის თქმის უფლებას იმიტომ ვაძლევს საკუთარ თავს, რომ ვერაფერმა საქართველოში ვერ გატეხა საქართველოს
წინააღმდეგობა იმისა, რომ არ შეიცვალოს პროდემოკრატიული და პროდასავლური მიმართულება საქართველოს განვითარებას. დიდი მადლობა ვანო წერეთელ.